მოგესალმებით ხალხო, მე ვარ ვახო ჯაფარიძე, ფსიქოლოგი და დღეს ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ როგორ მივახციოთ მეტშედეგიანობას, ნაკლები მოქმედებებით. იმიტომ რომ ამას აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა ჩვენს დროს, როდესაც ასე ვთქვათ, სამყარო აჩქარდა და ხანდახან ბევრი მნიშვნელოვანი რაღაცისთვის შენ ცხოვრებაში, ბევრი მნიშვნელოვანი მომენტისთვის უბრალოდ არ ყოფნის საკმარისი რაოდენობის დრო. ამიტომ მოქმედებების მინიმალიზმი და ასე ვთქვათ ეკონომიურობა ხდება სულ უფრო და უფრო აქტუალური. ანუ როგორ მივახციოთ ნაკლები მოქმედებებით მეტშედეგიანობას. თუ ჩემი კარგად გესმით, თუ შეიძლება დავსვათ პლუსი, რომ ვიცოდე რომ კომუნიკაციის ხარისხი გვაქვს კარგი და შესაბამისად შეგვიძლია გავაგზავნოთ იმაზე საუბარი თუ როგორ მივახციოთ მეტშედეგიანობას ნაკლები ქმედებით. ანუ როგორ მოვახდინოთ ჩვენი მოქმედებების ოპტიმიზაცია, ხო? გარდა იმ სტანდარტული ხერხებისა, რაზეც ძალიან ბევრია ხოლმე მითითებული ლიტერატურაში, მინდა ასევე გაგიზიაროთ, სიურპრიზი მაქვს დღეს თქვენთვის, ძალიან საინტერესო მეთოდი, რომელიც გვაძლევს საშუალებას საკუთარ ცნობიერებაში, საკუთარ ნერვულ სისტემაში თუ გნებავთ ჩავაშენოთ, დავაინსტალიროთ ერთგვარი აპლიკაცია, როგორც ტელეფონში შეგიძლია ჩამოთვლით რაღაცა აპლიკაცია, ისე შეგიძლია შენს ცნობიერებაში დააყენო, დავარქვათ ასე მოწყობილობა, რომელიც გაძლევს საშუალებას გაცილებით უფრო შედეგიანად ორიენტირდე შენი ცხოვრების მოვლენებში და უფრო კარგად გეგმავდე რაღაცეებს. იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვცდილობთ ცნობიერად გავაკონტროლოთ ყველაფერი, ხო? ჩვენ ცნობიერს სხვა ფუნქციები აქვს ამ შემთხვევაში, ხო? ჩვენი ცნობიერების მთავარი ამოცანა არის სწორი შეკითხვების დასმა ჩვენთვის. ცნობიერი გავს გემის კაპიტანს, რომელიც ირჩევს გეზს, აი ირჩევს იმ საბოლოო პუნქტს, სადაც უნდა მივიდეს გემი. ხო, ჩვენი ქვეცნობიერი ეს არის ამ გემის გუნდი, რომელიც ასრულებს ყველა აუცილებელ მოქმედებას იმისთვის, რომ გემი მივიდეს, ასე ვთქვათ, დასახულ წერტილში ყველაზე ოპტიმალური გზით, რესურსების შეძლების დაგვარად ყველაზე, ასე ვთქვი, ოპტიმალური დანახარჯით და ასე შემდეგ. შესაბამისად, არსებობს საკუთარი მოქმედებების ოპტიმიზაციის ცნობიერი ხერხები და არაცნობიერი ხერხები. რაც შეეხება ცნობიერ ხერხებს, ალბათ თქვენთვის ნაცნობია და თუ არ არის ნაცნობი და შეგიძლიათ დაგუგლოთ და წაიკითხოთ, მაგრამ ძალიან მარტივი რაღაცაა თავის არხში, ეგრეთ წოდებული ეიზენჰაუერის მატრიცა. იმისთვის რომ ეს ინსტრუმენტი გამოვიყენოთ და ჩვენს ცხოვრებაში გამოვათავისუფლოთ მეტი დროის და ენერგიის რესურსი, ხო და ჩვენი მოქმედებები გახდეს უფრო კონცენტრირებული, ჩვენი მოქმედებები გახდეს უფრო მიზანმიმართული, ისეთნაირად რომ მაგალითად ერთ რაღაცას ვაკეთებ შენ ცხოვრებაში, ხო, ამას მოქონდეს პროგრესი სხვა მიმართულებებითაც. ერთს ვაკეთებ, მეორე კი არ ფუჭდებოდეს პირიქით. სხვა ცხოვრების სფეროზეც მოქმედებდეს ასე ვთქვათ, შენი ქმედებები. ეიზენჰაუერის მატრიცა ძალიან მარტივი რაღაცა, ეს არის პრიორიტეტების დალაგების ინსტრუმენტი, უმარტივესი. ესე იგი, პირველი, რასაც ვაკეთებთ, ვირჩევთ დაგეგმარების ჰორიზონტის სიშორეს, ხო? ანუ რა პერიოდით გვინდა რომ დავგეგმოთ ჩვენი ცხოვრების მოვლენები. ნახევარი წლით, 1 წლით, 2 წლით, 3 წლით, 4, 5 ყველაზე ოპტიმალური არის სადღაც 3-4 წელი, იმიტომ რომ ყოველ 3-4 წელიწადში ადამიანის ცხოვრებაში ხდება, ასე ვთქვათ, გარკვეული ცვლილებები და უწევს საკუთარი მიზნების, პრიორიტეტების, ღირებულებების გადახედვა. თუმცა ღირებულებების დონეზე არავინ არ გვიშლის ხელს, რომ დავგეგმოთ ჩვენი ცხოვრება 10, 20, 30, 50 წლით წინ, ხო? მაგრამ ჩვენ საუბრობთ კონკრეტულ მიზნებზე, კონკრეტულ მიღწევებზე. შესაბამისად, პირველი, რასაც ვსაზღვრავთ, ეს არის რამდენად შორს გვინდა გავიხედოთ. ამას აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა. იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე ალბათ დამანგრეველი იდეა და მავნე იდეა მდგომარეობს იმაში, რომ უნდა იცხოვრო აქ და ამჟამად. აქ და ამჟამად ცხოვრობს კატა, ვირთხა და ის, რა ქვია, გომბეშო კიდე,
რომლის პროგნოზირების უნარებიც არის მაქსიმუმ კატა შეუძლია რომ გააკეთოს თაგვის სირბილის ტრაექტორიის პროგნოზირება, რომ ეფექტურად ინადიროს და შეჭამოს და არ დარჩეს მშიერი. მაგრამ კატას არ აქვს უნარი დაგეგმოს თავის ცხოვრება რამდენიმე წლით წინ, ხო? ცხოველთა სამყაროში საერთოდ ცოცხალი ორგანიზმის, ასე ვთქვათ, სიცოცხლის ხანგრძლივობის ერთ-ერთი განსაზღვრელი არის ზუსტად დაგეგმარების ჰორიზონტის სიშორე. ანუ რა სიშორით შეუძლია ორგანიზმს, ან სისტემას, ან ორგანიზაციას, ან საზოგადოებას მომავლის პროგნოზირება, რამდენად შორს იხედება საკუთარი ცხვირიდან. იმიტომ რომ თუ ცხოვრობ მარტო აქ და ამჟამად, მორიგი კრიზისი ისე მოგადგება, ასე ვთქვათ, კარზე, რომ ვერც მიხვდები და ვერც იქნები მზად. აქ საუბარი აღარ არის იმაზე, რომ შენ თვითონ იყო ზოგიერთი სასარგებლო კრიზისის ავტორიც კი, ხო? არა, თამაშობ ჭადრაკის ენით, რომ ვთქვათ, შავი ფიგურებით. ყველა შენი მოქმედება არის რეაქცია გამოწვევებზე და ამ გამოწვევებს კიდე ვინ და რა ქმნის ღმერთმა იცის. შენ რომ არ ხარ ამის ავტორი, თუ ცხოვრობ აქ და ამჟამად, ფაქტია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, უაღრესად მნიშვნელოვანია ვიხედებოდეთ საკუთარი ცხვირიდან ცოტა უფრო შორ დისტანციას. ხო და რო განსაზღვრეთ, მაგალითად, ავიღოთ 3 წელი. მინდა დავგეგმოთ ჩემი ცხოვრების 3 წელი, იმისთვის რომ ჩემი მოქმედებები გახდეს მაქსიმალურად ოპტიმალური, ხო? ნაკლები, ასე ვთქვათ, სხეულის მოძრაობებით ქმნიდე მეტ შედეგიანობას. უნდა შევადგინო ალბათ რამდენიმე სია. პირველი, დავარქვათ ამ სიას ესეთი რაღაც. სასწრაფო და მნიშვნელოვანი და ამ სიაში ჩამოვწეროთ ყველაფერი ის, რაც ამ 3 წლის განმავლობაში, ასე ვთქვათ, რაც გვესახება, მისაღწევად შესაქმნელად, რა არის გასაკეთებელი სწრაფად, რა არის თმენს და რა არის მნიშვნელოვანი. ანუ სასწრაფო და მნიშვნელოვანი, ეს არის პირველი სია. მეორე სია, მნიშვნელოვანი, მაგრამ არასასწრაფო, ხო? არის რაღაცეები, რაც არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს არ ითხოვს, რომ ხვალ დილი და ნადექი და გააკეთე. მაგრამ მნიშვნელოვანია. აქ ამას უზარმაზარი გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენი ცხოვრების ხარისხიანობაზე შესაბამისად. ძალიან მნიშვნელოვანია შევადგინოთ ეს მეორე სიაც, ხო? მნიშვნელოვანი, მაგრამ არასასწრაფო. შემდეგ შევადგინოთ მესამე სია. სასწრაფო, მაგრამ უმნიშვნელო, არამნიშვნელოვანი. გაგიკვირდებათ და ალბათ გითხავთ, რომ რა საჭიროა MC-ის შედგენა თუ უმნიშვნელო რაღაცეებს ვწერთ. ზუსტად ამაზეა საუბარი, რომ ამ რაღაცეებს უმნიშვნელო და სასწრაფო რაღაცეებს მიაქვს ჩვენი ცხოვრების და ენერგიის საკმაოდ დიდი რესურსი, იმიტომ რომ სადღაც რაღაცა ამოცანები გაქვს, ისე ვთქვათ, შენ თავზე აღებული, გაუაზრებლად გაქვს აღებული რაღაცა პასუხისგებლობები და ყველაფერ ამაში, რაც შენ ცხოვრებაზე არანაირად არ მოქმედებს ობიექტურად, ამაში ისე ვთქვათ, იძულებული ხარ რომ დახარჯო დრო, ენერგია და ასე შემდეგ. შესაბამისად, ეს სია, მესამე სია გიჩვენებს იმ ვირუსებს, რომელიც კპარავს ენერგიას, ძალას, დროს, რესურსებს და ასე შემდეგ. და ასევე არსებობს მეოთხე სიაც, რომელსაც შეიძლება დავარქვათ უმნიშვნელო და არასასწრაფო. ეს არის აბსოლუტურად ფუჭი მოქმედებები და გაუგებარი მიზნები. შეიძლება ასეთიც აღმოაჩინოთ. ანუ მას შემდეგ, რაც ამას შეადგენთ, ხო, ეგრევე დაგილაგდებათ თავში თქვენი ახლო პრიორიტეტები და გრძელვადიანი პრიორიტეტები. გეცოდინებათ, რა რის მერე უნდა გააკეთოთ. მას შემდეგ, რაც ამას იზავთ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ამოცანები გავმიქსოთ. იმიტომ რომ თუ მიგიქცევიათ ყურადღება, ყველა მოქმედება, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ, შეიძლება მიეკუთვნებოდეს 3-დან 1 კატეგორიას. ეს შეიძლება იყოს ფიზიკური მოქმედება, მაგალითად, ვარჯიში, მაგალითად, მოსავლის მოკრეფა, მაგალითად, სახლში რემონტის გაკეთება, მანქანის დარება და ასე შემდეგ. ხო, ის, რასაც ვაკეთებთ სხეულის გადაადგილებით ან მოძრაობით. მეორე ტიპის ამოცანები, ეს არის ინტელექტუალური ამოცანები, გადაწყვეტილების მიღება, ანალიზი, რაღაცაზე დაფიქრება, კრეატიული აზროვნება. და მესამე ტიპის ამოცანები, ეს არის საკომუნიკაციო ამოცანები, როდესაც ვიღაცას უნდა დაელაპარაკო რაღაცაზე, ან მიწერ-მოწერაზეა საუბარი და ასე შემდეგ. და ამ შემთხვევაში, იმისთვის რომ აღმოვაჩინოთ ჩვენ ცხოვრებაში მეტი დრო და მეტი რესურსი და ჩვენი მოქმედებები გახდეს
უფრო ოპტიმალური, ასე ვთქვათ, ხო? აი, ერთი მოქმედებით რამდენიმე ამოცანას ვასრულებდით. აი, აქ უნდა დავფიქრდეთ. მაგალითად, იმაზე, რომ შეიძლება გავმიქსოთ ფიზიკური ამოცანა და საკომუნიკაციო ამოცანა. მაგალითად, შეიძლება დარბოდე საღამოობით და ამ დროს ვიღაცას ელაპარაკებოდე რაღაცა მნიშვნელოვან საკითხზე, ხო? შეიძლება სახში ალაგებდე შენ კარადას და ვიღაცასთან კონდეს კომუნიკაცია ამ დროს. ან ვიღაცასთან საუბრის დროს რაღაცის გააზრებას ახდენდე უკეთესად, ხო? ან რაღაცის კეთების დროს ფიზიკურად, მაგალითად, სადილს ამზადებ და ამ დროს შეგიძლია რაღაცა მნიშვნელოვან გაწყვეტილებებზე იფიქრო. როდესაც ვმიქსავთ ამ ამოცანებს, ესე ამ შესასრულებელ მოქმედებებს, ეს ხანდახან დაახლოებით 10-15% დროის რესურსს გვითავისუფლებს დღის განმავლობაში. საკმაოდ საინტერესო ამბავია ესეც. და მესამე რაც მინდა, რა ინსტრუმენტიც მინდა გაგიზიაროთ, ხო? ზუსტად აი ის აპლიკაცია საკუთარი გონებისთვის, რომელიც გვაძლევს საშუალებას დავარქვათ ცნობიერების აპლიკაცია, ხო? ის რასაც ვერ აკეთებდი მანამდე, უცებ გიჩნდება ამის შესაძლებლობები. ეს გამოიყურება, ასე ვთქვათ, სხვანაირად, ამაზე გადავალთ წინა ვიდეოში, გუშინდელ ვიდეოში. რომელიც შეგიძლია დასკროლოთ და ნახოთ და თუ არ გაქვთ ნანახი, აუცილებლად ნახეთ. ძალიან მნიშვნელოვნად ახდენს ჩვენი მოქმედებების ოპტიმიზაციას, შინაგანი წინააღმდეგობის მოშორება და დამუშავება, ასე ვთქვათ, სწორად, ხო? იმიტომ რომ ხანდახან ჩვენი ქვეცნობიერის წინააღმდეგობა, ჩვენი შინაგანი წინააღმდეგობა გვაკეთებინებს ძალიან ბევრ უსარგებლო, ჩვენი მიზნიდან გამომდინარე, უსარგებლო მოქმედებებს და ცრუ მოძრაობებს, ასე ვთქვათ, ხო? და აი ეს ამასაც მიაქვს საკმაოდ დიდი რესურსი. როდესაც შინაგან წინააღმდეგობას თქო გავუმკლავდებით, კიდევ უფრო ოპტიმალური ხდება ჩვენი მოქმედებები. ახლა შეგვიძლია გავაკეთოთ ესეთი რაღაცა. დაფიქრდით, რამდენ სფეროთ იყოფა თქვენი ყოფიერება ზოგადად, ხო? მაგალითად, სამსახური, ერთი, კარიერა, ბიზნესი, რასაც აკეთებთ. შეიძლება თქვენი სამსახური არის დიასახლისობა, მეც მაინც, ხო? არ აქვს მნიშვნელობა, აი რა აქტივობითაც ხართ დაკავებული, რა საქმითაც ხართ დაკავებული, ასე ვთქვათ. აი სფერო, მეორე სფერო შეიძლება დავარქვათ ფინანსები და მატერიალური კეთილდღეობა, მესამე სფერო შეიძლება დავარქვათ ჯანმრთელობა, მეოთხე სფერო შეიძლება დავარქვათ პირად ცხოვრება, მეხუთე სფერო შეიძლება დავარქვათ სიყვარული, სექსი, ასე ვთქვათ, ჰობი, საზოგადოებასთან ურთიერთობების სტატუსი და ასე შემდეგ. აი ამოირჩიეთ ძირითადი სფეროები და წარმოიდგინეთ, ბუკვალურად წარმოიდგინეთ, რომ თქვენს წინ არის განლაგებული იმდენი ეკრანი, აი ცოტა შორს, რამდენიმე მეტრის მოშორებით, 3-4 მეტრის მოშორებით, საკმაოდ დიდი ეკრანებია, რომლებსაც აწერია თქვენი ცხოვრების სფეროები. ხო, ერთ ეკრანზე არის ასახული მაგალითად რა ხდება დღესდღეობით თქვენ სამსახურში. და წარმოიდგინეთ, რომ აი პირველ ეკრანზე ხედავთ საკუთარ თავს სამსახურში და საქმეების იმ მდგომარეობას, ასე ვთქვათ, იმ მოცემულობას, რაც გაქვთ დღეს სამსახურში. მეორე ეკრანზე ხედავთ მაგალითად თქვენს პირად ცხოვრებას, ხო? აი რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში. მესამე ეკრანზე ხედავთ თქვენს ჯანმრთელობაში რა ხდება. მეოთხე ეკრანზე ხედავთ რა ხდება მეგობრებთან ურთიერთობაში და ასე შემდეგ. აი ყველა მნიშვნელოვანი სფეროსთვის გამოყავით ესეთი ეკრანი და წარმოიდგინეთ, რომ ყოველ ეკრანზე არის ასახული თქვენი ცხოვრების ესა თუ ის მნიშვნელოვანი სფერო. ამას რო ხედავთ ერთიანად, ხო? მაშინ თვალშისაცემი ხდება, სად გაქვთ პროგრესი და რომელი სფერო არის საკმაოდ ჩავარდნილი. და ეს თქვენთვის თვალსაჩინო ხდება არა მარტო მაშინ, როდესაც ეს შედეგი, ასე ვთქვათ, ნეგატიური შედეგი ძალიან გრძნობიარე გახდა. არამედ ესეთი აღქმის პირობებში, როდესაც ეს ეკრანებად წარმოიდგენთ ამას ყველაფერს, ადრეულად შეძლებთ, ასე ვთქვათ, გაუარესების და კრიზისების პროგნოზირებას. ეხლა რას ვაკეთებთ შემდეგ? იმისთვის, რომ დავფიქრდეთ ჩვენი ცხოვრების რაიმე სფეროზე, წარმოიდგინეთ, რა ეს ეკრანები ხო გაქვთ ესე განლაგებული. შეგიძლიათ, ასე ვთქვათ, წარმოიდგინეთ, ესეთი ჯოისტიკი გიჭირავთ ხელში, ან ღილაკი. აი ამ ჯოისტიკით შეგიძლიათ ნებისმიერი ეკრანი მოწიოთ ახლოს. წარმოიდგინეთ, არის ერთი 5 ეკრანი, ხო? 5, 6, 7 ეკრანი. ხო და ეკრანი, რომელსაც აწერია მაგალითად ჯანმრთელობა, აი მოვიდა ახლოს, დადგა თქვენს თვალწინ და შეგიძლიათ ძალიან ნათლად, კარგად დაინახოთ რა ხდება თქვენს ჯანმრთელობაში, გაიაზროთ ეს ყველაფერი, დაგეგმოთ შესაბამისი მოქმედებები ამასთან დაკავშირებით
და შემდეგ წარმოიდგინოთ, რომ ეს ეკრანი წავიდა და ჩადგა ასე ის თავის ადგილზე. მე შემდეგი სფეროს გააზრება შეგვიძლია ასე და ამგვარად თქვენ ხედავთ პრინციპში მთელი თქვენი მოქმედებების სისტემას. ყველა დაგეგმილ მოქმედებას, ყველა მიმართულებით და გაუცნობიერებლად ამ მოქმედებებს გეგმავთ ისე, რომ ისინი ერთმანეთს ხელს არ უშლიან პირიქით. იმიტომ რომ ამას რო გეგმავთ ესე ვიზუალურად, შემდეგ იძინებთ თქვენი ქვეცნობიერი ამუშავებს ამ ინფორმაციას და შეაქვს ყველა მნიშვნელოვანი კორექტივი, ყველა მნიშვნელოვანი ცვლილება თქვენს ჩვევებში, თქვენს მოქმედებებში, თქვენს მეტყველებაში, თქვენს აზროვნებაში, იმისათვის, რომ აი ეს დაგეგმილი მოქმედებების სისტემა გამოგივიდა ძალიან ჰარმონიულად და ეკოლოგიურად. ეკოლოგიურად რას ქვია? რომ ერთი მიმართულებით რაღაცას რო აკეთებ, მეორე მიმართულებით რო არ ფუჭდებოდეს პირიქით, თუ არის ამის შესაძლებლობა, რომ კიდევ უკეთესობა ხდებოდეს, ესე ვთქვათ, სხვა სფეროებში, როდესაც ერთზე ცნობიერად მუშაობთ და ცდილობ შექმნა რაღაცა პროგრესი. აი ეს ინსტრუმენტი შეგიძლიათ ერთი კვირის განმავლობაში უბრალოდ დღეში დაუთმოთ 5-10 წუთი საკუთარი ტვინის ვარჯიშს, აი ამ ეკრანებით თამაშს, ასე ვთქვათ და ცოტა ხანში შეამჩნევთ, რომ დროის ერთეულში, მაგალითად, ერთ დღეში, ერთ კვირაში, ერთ თვეში გაცილებით უფრო მეტი შედეგის დადების შესაძლებლობა გაგიჩნდებათ, გაცილებით უფრო მეტ შეძლებთ და იოლად, ვიდრე მანამდე. და კიდევ ერთხელ ვამბობთ იმას, რომ ჩვენი ქვეცნობიერი საყვარელი ენა, ეს არის ვიზუალური სურათების ენა და უბრალოდ ფურცელზე ჩამოწერილი გეგმა ჩვენი ქვეცნობიერისთვის გაუგებარია. ეს ჩვენი ცნობიერისთვის არის გასაგები და ჩვენს ცნობიერს არ აქვს სრული წვდომა ჩვენ შინაგან რესურსებთან, შემოქმედებითობასთან, დინამიურობასთან, ასე ვთქვათ, დროის მართვის მექანიზმებთან და შემდეგ ეს ყველაფერი არის ჩვენი ქვეცნობიერის, ჩვენი ავტოპილოტის პრეროგატივა შესაბამისად, მას კი არ უნდა დაუწეროთ და უთხრათ, უნდა უჩვენოთ რა გვინდა. და აი ეს ეკრანების მეშვეობით ამის წარმოდგენა არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მარტივი და ყველაზე უფრო მოსახერხებელი მეთოდი. გარდა ამისა, ეს გაძლევს საშუალებას, რომ არ წერო ორგანაიზერებში და ასე ვთქვათ, ქაღალდი არ ამრავლო შენ ცხოვრებაში, უბრალოდ ესეთი ორგანაიზერი, ესეთი შენ ცხოვრების დაგეგმარების აპლიკაცია გადმოიტანო შენს ცნობიერებაში. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რაც უშლის ადამიანს პროდუქტიულობაში, რაც გაკეთებინებს, ასე ვთქვათ, ბევრ უსარგებლო მოძრაობას, ბევრ უსარგებლო მენტალურ ტვინის დაძაბვას. ეს არის, როდესაც რაღაცა წარმოიდგინეთ რა, რაღაცა სტრესული მომენტი ხდებოდა დღის განმავლობაში, დილით მოხდა რაღაცა 5 წუთი გრძელდებოდა რაღაცა უსიამოვნო. ვიღაცა შეელაპარაკე ან რაღაცა კონფლიქტი მოხდა, ან რაღაც მოკლედ, ან რაღაც უსიამოვნო დაინახე. და შემდეგ 5 საათის განმავლობაში ფიქრობ კიდევ ამაზე და ამას მიაქვს, ასე ვთქვათ, ჩვენი C დისკის, ჩვენი გონების ძალიან დიდი რესურსი, ხო, რომელიც შეიძლება და აბსოლუტურად სხვა პროდუქტიულ რაღაცეებში დაგვეხარჯა. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვისწავლოთ აი ამ სტრესებიდან სწრაფად გამოსვლა. ეხლა აბსოლუტურად უსტრესო ადამიანი არის, მაშინ რკინის ადამიანი უნდა იყოს, უნდა მოუკვდე და მაშინ იქნები გადასარევად სულ რაღაცა კარდიოგრამა იქნება ესეთი სწორი. ცოცხალ ადამიანს ყოველთვის აქვს ემოციური რეაქციები. შესაბამისად, ამ ემოციურ ორმოებში ვარდება აბსოლუტურად ყველა. საუბარი არის იმაზე, რამდენ ხანს ზიხარ მე აი ამ ემოციურ ორმოში, ხო? აი რაც უფრო სწრაფად ამოდიხარ ამ სტრესული ემოციური ორმოებიდან, მით უფრო ნაკლებ დროს ხარჯავ რაღაცა მარაზმში და მეტი დრო ხრჩება პროდუქტიული და ბედნიერი ცხოვრებისთვის. როგორ ამოვიდეთ ამ ემოციური ორმოებიდან? არსებობს ძალიან მარტივი ხერხი. მაგალითად მოხდა რაღაცა უსიამოვნო. ან მთელი დღე ქონდათ რაღაცა, ნუ აი ისეთი, რომ აი გახსენებაც არ გინდა და წარმოიდგინე აი საღამოს მოხვედი სახლში და მთელი აი ეს საუბრები, მთელი ეს საჟნელი კინოები ტრიალებს თავში და ასე ვთქვათ, სტრესის პროდუქტების გამოყოფას უწყობს ხელს და წამლავს შენ, რომ გაბერებს ერთი სიტყვით, არ გაძლევს საშუალებას ნორმალურად ისუნთქო. რას ვაკეთებთ? აი ამ რაღაცაში, რასაც ახლა გაჩვენებთ, 5 წუთი დახარჯეთ დღეში და ნერვული სისტემა გექნებათ აბსოლუტურად მოწესრიგებული, ხო? ესე იგი, ხელებს ვიდევთ ესე და მთელი ხელების სიგრძეზე ვაკეთებთ აი ესეთ მოფერებით მოძრაობებს, ხო? იმისთვის რომ გავაკეთოთ ჩვენი ორივე
ნახევარსფეროების სტიმულაცია. ცალტვინას რო იძახიან, რატო იძახიან, რომ ცალი ტვინი მუშაობს. ცალი ნახევარსფერო არის ძალიან აქტიური და მეორეს ძინავს. სტრესის დროს ხდება ხოლმე ეგეთი რაღაცები. შესაბამისად, როდესაც მთლიანი ტვინი ირთვება და აი ზუსტად ამ მოძრაობას როდესაც ვაკეთებთ, ირთვება ზუსტად მთლიანად მთელი ჩვენი გონება, უბრუნდებით ნორმალურ სახჭკვას და გვიბრუნდება გააწყვეტილებების მიღების ნორმალური უნარი, ენერგიულობა, ხალისი და ასე ვთქვათ, სულიერი სიმშვიდე კიდე. ესე ვიწყებთ აი ამ მოქმედებებით, აი ამას ვაკეთებთ, ხუჭავთ თვალს და აი ვიხსენებ, აი დღეს, დილიდან დაიწყო დღე. ყველაფერი კარგად იყო, აი რაღაცა პირველის ნახევარზე, რაღაც მომივიდა ვიღაცასთან კინკლაობა, კონფლიქტი და შემდეგ და აი იმ სტრესულ მომენტზე ვაჩერებ ყურადღებას და მიჭირავს ყურადღება და თან იმ ხელის მოძრაობას ვაკეთებ სანამ არ ვიგზნებ რა სხეული მოდუნდა. აი ეს უსიამოვნო რო გავიხსენე რაღაცა და აი მოძრაობას ვაკეთებ უცებ всё მოდუნდა სხეული. მე შემდეგზე გადავდიგ და აი ესე წარმოსახვაში ასე ვთქვათ ამოწიეთ მეხსიერებაში ის გავლილი დღე დაუვარეთ და სადაც კი იქნება რაღაცა ასე ვთქვათ ემოციური კვანძი, ყველა ეს ემოციური კვანძი აი ამნაირად გახსენით. იმისთვის რომ დაგეძინებათ ხამე თქვენმა ტვინმა იმუშაოს თქვენს განვითარებაზე, წინსვლაზე, კრეატიულობაზე და არ ამუშაოს ის ემოციური ნაგავი, რომელიც დღის მანძილზე გაგდაგროვებული და თქვენ თვითონ ასე ვთქვათ ვერ გაუმკლავდით. აი ასეთი მარტივი ხერხები, ანუ Eisenhower-ის მატრიცა, საზღვრად პრიორიტეტებს გარკვეული დაგეგმარების დროით, ერთი, ამოცანების გამიქსვა. ვიცით, რომ ამოცანები შეიძლება იყოს საინფორმაციო, შეიძლება იყოს საკომუნიკაციო, შეიძლება იყოს ფიზიკური მოქმედებები, ამას ასე ვთქვათ ვაჯგუფებთ ისე, რომ ერთ და იგივე დროს რამდენიმე ამოცანის კეთება გამოგვდიოდეს. შემდეგ ვქმნით ამ ვიზუალური ეკრანების მეშვეობით ცხოვრების სფეროების მართვის ინტერფეის აპლიკაციას ვქმნით, ასე ვთქვათ, ნეიროლოგიურს ჩვენს გონებაში და ვიყენებთ ანტისტრესს. დაიწყეთ აიმების გამოყენება და შეამჩნევთ, რომ ძალიან სწრაფად დაიწყება თქვენი რეზულტატის და შედეგიანობის ზრდა. მე რომ მეკითხებიან ხშირად, ხო, აი, ჩემთან მუშაობის დროს, კოუჩინგის შემთხვევაში, ფსიქოთერაპიის შემთხვევაში რა არის მთავარი ღირებულება, რასაც მე ვაძლევ, ეს არის დრო. იმიტომ რომ აზროვნების ოპტიმიზაციით, ემოციური ცხოვრების ოპტიმიზაციით ნაკლებ დროში აღწევ მეც შესაბამისად მეც ცხოვრობ. აი დროის რაღაცა მონაკვეთში გაცილებით უფრო მეტი სასიამოვნო და აზრიანი რაღაცა ხდება, ვიდრე როდესაც ერთი დღე მეორეს გავს საერთოდ. სხვა შორის კიდე ერთი მნიშვნელოვანი ჩვევა არის დღის ბოლოს დაუსვა საკუთარ თავს შეკითხვა, აი დღევანდელი დღე რითი განსხვავდებოდა გუშინდელი დღისგან, ხო? აი ამ სხვაობების შემჩნევის უნარი, ამაზე ცალკე ვილაპარაკებთ, ალბათ. როდესაც აი ამ სხვაობებს ვამჩნევთ, ეს ქმნის განვითარების мотиваციას, ენერგიულობის მარაგებს რთავს, ასე ვთქვათ, როგორ ამაზე ვილაპარაკოთ ცოტა მერე. ახლა თუნებას მომცემთ წავიკითხავ თქვენს კომენტარებს, თუ გვაქვს რაიმე შეკითხვები ლაივის შემდეგ წერთ კომენტარებში ასევე და თუ გსურთ შეიტყვოთ გაცილებით უფრო მეტი და საინტერესო იმ მეთოდების მეშვეობით, რომლებიც გეხმარებათ საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესებაში. გამოიწერეთ ჩემი გვერდი და თვალი ადევნეთ სიახლეებს. აუცილებლად მოვყვებით ძალიან ბევრ საინტერესო რამეს. Так. საუბრისას, როდესაც ვინმე ნეგატიურ სიტყვას გონია, რომ მე მეხება, ან აანალიზებ და შიში მიპყრობს, მე არ დამემართოს თქო. როგორ ვებრძოლო ამას? აქ საუბარი არის იმაზე, რომ თქვენ საკუთარ წარმოსახვას და ფანტაზიას იყენებთ საკუთარი თავის წინააღმდეგ. ვიღაცამ რაღაცა თქვა, ამის შემდეგ ირთქება თქვენი ფანტაზია, სადაც წარმოიდგენთ, რომ აი ეს ყველაფერი არის, ესე ვთქვათ, თქვენ შესახებ და მიკროფილმი ჩნდება თქვენს გონებაში. მაგალითად, ვიღაცა ყვება, რომ ერთი ადამიანი ყვება მოკლედ მეორეზე, რომ ვიღაცა რაღაცით დაავადდა და ჟენა აქ თავში რაღაცა კინო ჩაგერთო, წარმოიდგინე, რომ всё წაგიღე საკაცეთი უკვე, ხო? საუბარი არის იმაზე, რომ დაიწყოთ საკუთარი ფანტაზიის გაკონტროლება არა. ამ გაკეთება ძალიან რთულია, თითქმის შეუძლებელი. გაკონტროლება არა, დაიწყეთ მისი გამოყენება თქვენ სასიკეთოდ. დაიწყეთ მაგალითად იმის წარმოდგენა,
თუ როგორი ცხოვრებით გინდა იცხოვროთ, ხო? როგორ გსურთ რომ იყოს დალაგებული თქვენი ცხოვრების ესა თუ ის სფერო. აი, ეკრანების მეთოდი რო ახსენი, ეხლა ეს არის ზუსტად საკუთარი ფანტაზიის გამოყენება საკუთარი თავის სასიკეთოდ. ის მომენტი რომ საკუთარი ადამიანს ვასწავლოთ, ხო? მის დაუნებურად, მისი ფანტაზია საკუთარი თავის წინააღმდეგ გამოიყენოს, ეს არის საინფორმაციო ომის ერთ-ერთი ხერხი. ხო, იმიტომ რომ ადამიანმა თუ დაიწყო ისეთი გამოყენება საკუთარი ფანტაზიის, რომ დამთრქუნველი კინოები დაიხატა მის გონებაში, მასთან ომი აღარც არის საჭირო, არაფერი დარჩება მისი ფსიქიკისგან 1-2 წელიწადში. შესაბამისად, დაიწყეთ საკუთარი წარმოსახვის გამოყენება სასიკეთოდ თქვენთვის. ასე საინტერესო. მე მაქვს ხოლმე რამდენიმე დღიანი სტრესის შემდეგ ფეხებზე დაკიდების რეჟიმზე გადავდივარ თითქოს აღარაფერს აღარ აღვიქვამ სერიოზულად რამდენიმე დღე და ეს რა არის? და კიდევ სხვაზე რომ მიტყვიან წნევა დაუვარდა გული წავიდა მგონია რომ მე მემართება. აი სავარჯიშო ხელის მოძრაობის მეშვეობით სტრესის მოხსნა დაიწყეთ ამის კეთება და რამდენიმე დღიანი სტრესები აღარ გექნებათ. შარშანდელი თოვლივით გაქრება მთელი ეგ პრობლემები თქვენი ცხოვრებიდან. საინტერესო. შეიძლება სტრესი შეამცირო ამ ტექნიკებით, თუმცა შემდეგ მიზეზებზე აუცილებლად უნდა იმუშაო უფრო სიღრმისეულად. ჩემ პრაქტიკიდან გეტყვით, რომ სიღრმისეული მუშაობა სტრესის მიზეზებზე, შეიძლება 50 კაციდან ერთს სჭირდებოდეს. დანარჩენი სტრესის მიზეზები დევს ხოლმე ზედაპირზე. როგორც წესი, ეს არის რწმენა წარმოდგენები მისი. იმიტომ რომ ემოციები როდის ჩნდება, როდესაც შენი წარმოდგენები, შენი მოლოდინები არ დაემთხვა შენს არ დაემთხვა რეალობას, ხო? ხო და თუ ადამიანს აქვს არაეფექტური მოლოდინების სისტემა ცხოვრების მიმართ, ხო, აი მაშინ ხდება ძალიან ბევრი სტრესი მის ცხოვრებაში. შესაბამისად, ამ მოლოდინების კვლევა, ძებნა და გარდაქმნა მარტივია, იმიტომ რომ ზედაპირზე დევს ყველაფერი. კეთილი, ტრადიციულად 1-დან 10-მდე დავსვათ ციფრი, რომელიც მე გამაგებინებს რამდენად სასარგებლო და გამოყენებადია ეს ინფორმაცია თქვენთვის. შეგახსენებთ ასევე, რომ თუ გსურთ მეტი შეიტყოთ თანამედროვე გამოყენებითი ფსიქოტექნოლოგიების შესახებ, რომლის გამოყენების 20 წლიანი სტაჟი მაქვს, გამოიწერეთ ჩემი გვერდი და ადევნეთ თვალყური ლაივებს, ასე ვთქვათ, პოსტებს და აუცილებლად გაგიზიარებთ ძალიან ბევრ საინტერესო რამეს. კეთილი ხალხო, მოდით მაშინ აქ დავემშვიდობოთ ერთმანეთს, გისურვებთ სასიამოვნო შაბათ საღამოს და მომავალ შეხვედრამდე.